ხუთშაბათს, საღამოს 9 საათს. შეერთებულ შტატებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ყველა დეტალი. ვიცოდი თუ არა, რომ იგეგმებოდა პრეზიდენტთან შეხვედრა, ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ვიცოდი, ასეთ შეხვედრა, რა თქმა უნდა, ასე სპონტანურად არ ხდება. რა მოხდა თეთრ სახლში? პრეზიდენტმა მითხრა, რომ ის 20 საათიან მეგობრობას თავადებს და ნებისმიერ დროს ის მზად არის დაურეკო და თხოვა დახმარება იქნება თუ რჩევა. შეხვედრების სენატში, კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. რაც ყველაზე მეტად მახარებს არის ის, რომ მოხდა კონტაქტი და ნახეს, რომ ჩვენ ვართ ნორმალური, პირველში ნორმალური, დაბალანსებული, კონსტრუქციული და პროგნოზირებადი ხალხი. კითხვები, რომელიც ვაშინგტონში ისვრდა. მინდა გაგახსენოთ კითხვა, რომელიც დაგისვეს ატლანტიკურ საბჭოზე, რომელიც ეხებოდა თქვენს ასაკს. მე მაინტერესებს რაიმე უხერხულობას ხომ არ გიქმნით ხოლმე, როდესაც თქვენს ასაკზე ესე მუდმივად პედალირებენ. მე პირიქით სიამოვნებს, როცა ახალგაზრდულ ასაკზე მივთითებ. შემახსენებენ, რომ ახალგაზრდა ვარ. წინ დიდი მომავალი გვაქვს, ჩვენ ყველას ერთად. რა რეკომენდაციები მისცეს საქართველოს მთავრობას ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე? ობამა-ბაიდენის შეხვედრაზე თქვენ გექნებოდათ ალბათ წინა ხელისუფლებაზე საუბარი. კონკრეტული გვარები თუ გაჟღერდა, თქვა სააკაშვილი, მერაბიშვილი. არათუ მხოლოდ მათი გვარის ხსენება არ ყოფილა, არამედ მათზე ჩვენ დრო არ დაგვიკარგავს, ჩვენ დროს ძალიან კარგად გავუფრთხილდით და ჩვენ ვისაუბრეთ მომავალს. როგორი იქნება ამერიკული ვიზიტის შემდეგ ოფიციალური თბილისის ურთიერთობა რუსეთთან? ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ დავაფიქსირეთ და ყველგან დავამტკიცეთ, რომ რუსეთთან მიმართებაში ჩვენ შევცვალეთ, აბსოლუტურად შევცვალეთ პოლიტიკა. და ჩვენ გვაქვს დაბალანსებული, თუმცა პრინციპული, მაგრამ კონსტრუქციული პოლიტიკა. რაც მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ პირადად ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან არის მოწონებული, ისინი პირიქით მათი რჩევა იყო, რომ კონსტრუქციული დიალოგი უნდა გავარჯოთ რუსეთთან. საქართველოს პრემიერი 7 დღე შტატებში. ინფორმაცია პირველ დღე.